საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ავიაკომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ნამსხვრევები საფრანგეთის ალპებში 2000 მეტრის სიმაღლეზე არის აღმოჩენილი. Airbus 320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა, 152 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ვიცით რომ განგაში შეტყობინება თვითმფრინავიდან 10 საათსა და 47 წუთზე იქნა მიღებული და ის ამის შემდეგ ძალიან მალე ჩამოვარდა. ამ სიგნალის დროს ის უკვე სახიფათოდ დაბალ სიმაღლეზე იმყოფებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით კატასტროფის ადგილისკენ ფრანგი მაშველები მიემართებიან. ფრანსუა ოლანდის თქმით, საეჭვოა ბორტზე მყოფი ადამიანებიდან ვინმე გადარჩენილიყო. კატასტროფა ძალზე ძნელად მისაწვდომ რაიონში მოხდა, მაშველების ადგილზე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდა. კატასტროფის გამო პარიზში ვიზიტი ესპანეთის მეფე ფილიპ მე-6-მ შეწყვიტა. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციაში დახმარებას გერმანიასა და ესპანეთისგან ელის. მგზავრების ნათესავები ესპანეთსა და გერმანიაში ავიაკომპანიისგან და სახელმწიფო ორგანოებისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამძებრო ოპერაცია შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ამ ავიაკატასტროფას უკვე უწოდეს ყველაზე ტრაგიკული საფრანგეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში. კომპანია Lufthansa-მ, რომლის შვილობილი კომპანიაა Germanwings-ი, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც თანაუგზნობს მგზავრების ახლობლებს და რაც შეიძლება მალე ახალი ინფორმაციის მიწოდებას პირდება. დღემდე Germanwings-ის ისტორიაში არც ერთი უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.